შეცვლილი რიტორიკა ნატოსგან იმას ნიშნავს, რომ ევროპული სახელმწიფოები შესაძლოა დონალდ ტრამპის ამ ინიციატივას მხარს უჭერდნენ. მოლაპარაკებების პირობები უცნობია. უცნობია ისიც მოუწევს თუ არა უკრაინას რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დათმობა. თუმცა ტრამპი ამბობს, რომ პრეზიდენტი ზელენსკი შეთანხმებისთვის მზად უნდა იყოს. ზელენსკი გარიგებისთვის მზად უნდა იყოს. ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა. პუტინიც მზად უნდა იყოს შეთანხმებისთვის. მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, პუტინი ამომს არ დაიწყებდა. აგრეთვე არ გვექნებოდა ინფლაცია. ნავთობის ფასი კი უფრო დაბალი იქნებოდა. პუტინთან კარგი ურთიერთობა მქონდა, რომელიც ახლა გართულებულია. არჩევნები რომ პატიოსნად ჩატარებულიყო, ამ პრობლემებზე საუბარი არ მოგვიწევდა. რუსეთ-უკრაინის სიტუაცია ძალიან რთულია. ვფიქრობ, რომ შორმანძილზე მოქმედი რაკეტების რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების ნებართვა უკრაინისთვის არ უნდა მიეცათ. ეს არ იყო სწორი. ამან ომში ჩართო ჩრდილოეთი კორეა, რომელთანაც მე ერთადერთი ვიყავი, ვისაც კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ვფიქრობ, ჩემს ინაუგურაციამდე რამდენიმე კვირით ადრე ამის ნებართვა არ უნდა გაეცათ. რატომ გააკეთეს ეს ისე, რომ მე არ მკითხეს? მათ ამის უფლებას არ მივცემდი. დიდი შეცდომა დაუშვეს. არჩევნების წელი არ შეხებია გერმანიას, რადგან საპარლამენტო არჩევნები მათ 2020